არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ეს ვიდეოები ესე მალე და ესე მოკლე პერიოდში ნახავ და ამდენ გამოხმაურებას, ამდენ გამომწერს და გეტყვით. და ბევრი მეკითხება, რომ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? კაკოსი არ იყოს. რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს და გეტყვით. ანუ მიზეზი, რატომ დავიწყე ამ ვიდეოების განთავსება, არის ერთადერთი რა. მინდა რომ მივდივარ მომხმარებელთან, ის ცოტა უფრო გაცნობიერებული იყოს, როგორ მზადდება ავეჯი, რა პროცესებს გადის, რა სირთულეები შეიძლება იყოს. ასევე მინდა რომ ხელოსანი იყოს უფრო გაცნობიერებული. ვინც არ იცით და ვისაც არ აქვს ჩვენი YouTube არხი გამოწერილი, YouTube-ზე ბევრი სასწავლო ვიდეოები გვაქვს ისეთი, რომელიც რომ ხელოსას ძალიან კარგად გამოადგება. დაუშვათ, თუნდაც მაცივრის ჩაშენება, ჭუჭლის მანქანის ჩაშენება, ოვალის გაკეთება, შეღებვა, აწყობა, ნებისმიერ თემაზე ვცდილობთ, რომ შევკრათ ის ბაზა, რომელიც გამოგვადგება ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ხელოსას, თუნდაც მომხმარებელს. პირველადი გათვლა, ანუ ზოგი ვერ ერკვევა იმაში, ახლა მე ჩემი ვიდეოები ხელოსანზეა გათვლილი თუ მომხმარებელზეა გათვლილი. გათვლილი არის ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ქართველებზე, რომ ქართულ ენაზე იძებნებოდეს, თუნდაც YouTube სივრცეში, თუნდაც Facebook-ზე, თუნდაც Instagram-ზე იძებნებოდეს ის მასალა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა დავამზადოთ. იმიტომ რამე რო დამჭირვებია, ანუ არ არის ეს კონტენტი რა ჩვენთან განვითარებული. არავინ არ გაწვდის ინფორმაციას, არავინ არ გასწავლის რა როგორ შეიძლება გააკეთო. და ბევრს უთქვია, კომენტარებშიც დაუწერია და პირადშიც მოუწერია, რომ რატომ ასწავლი? ანუ არიან რა არსებობენ ისეთი, რატო ასწავლი? ნუ თითქოს მეტ ადამიანს რო ეცოდინება, ეს ვინმესთვის პრობლემაა. პრობლემა კი არა, კარგია. იმიტომ რომ რაც მეტი გვეცოდინება, უფრო დაცულები ვიქნებით, უფრო კარგ რამეებს გავაკეთებთ და რავი, ხო კარგია რა ჩემი აზრით ეს ყველაფერი და გამოხმაურება კიდე რაც შეეხება სამი თვია რაც ვიდეოებს ვანთავსებ YouTube-ში და იმხელა გამოხმაურება მივიღე და იმხელა სიყვარული და დადებითი ენერგია მივიღე მე, რომ ფაქტობრივად მადლობელი ვარ თქვენი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის. არის გარკვეულწილად რაღაცა უარყოფითი გამოხტომები, ცოტა უხეშადაც შეიძლება თქვა, იმიტომ რომ წეღარო აღნიშნე, რატო ვასწავლი? ვასწავლი, იმიტომ რომ საჭირო უნდა ვიცოდეთ, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. და მიზანი არის სწორედ ეს, რომ ვიცოდეთ, გაცნობიერებული ვიყოთ და მე სადაც მივდივარ ზომაზე, უკვე ადამიანი ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ ვიდეოებს, ამან კარგად იცის, კარგად აქვს გააზრებული, როგორი სამზარეულო უნდა, როგორი საძინებელი უნდა, როგორ შეიძლება უფრო უკეთესად მოაწყოს თავისი სივრცე და ანუ მეტად ინფორმირებულია, მეტად შეიარაღებული ხარ და კარგია ეს ყველაფერი რა, მეც ვცდილობ ხოლმე რაღაცა რომ მაინტერესებს, ამასთან დაკავშირებით მოვიძიო ინფორმაცია. და მე გაძლევთ ამ საშუალებას, რომ ეს ჩემი პატარ-პატარა ვიდეოებით ბოლო ჯამში შეკრავთ იმხელა ინფორმაციას, რომ როცა დაგჭირდება თავეჯი და დარწმუნებული ვარ, ყველა და ნებისმიერ ადამიანს უნდა დაგჭირდეთ ყოსია. კამერამენიც დამეთანხმება, ყველას დაგჭირდება თავეჯი, დამერწმუნეთ ყველას, ვისაც არ დასჭირდება ავეჯი, ეს ადამიანი არის ცოდო, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, ან ფული არ უნდა გქონდეს, ან სახლი არ უნდა გქონდეს, ავეჯი რო არ დაგჭირდეს, ხო? მარტივად ყველას აგჭირდებათ. ხო და მიყურეთ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და იყავით წარმატებულები რა. მადლობა.